ქრისტეს მიერ საყვარელნო, მამანო, დედანო, ძმანო და დანო. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ საკუთარი თავით კმაყოფილებისა და უკმაყოფილების შესახებ. ეს თემა წარმოჩენილია მეზვერისა და ფარისეველის კვირიაკის სახარებაში. ეს არის სახარება ლუკასი 18 თავის 10-დან მე-14 მუხლის ჩათვლით. წავიკითხოთ ტექსტი სახარების. თქვა უფალმა ნიგავი ესე: ვითარმეთ ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას, ერთი ფარისეველი და ერთი მეზვერი. ფარისეველი იგი წარს დგა და ამას ილოცვიდა თვისაგან. ღმერთო, გმადლობ შენ, რამე თუ არა ვარ, ვითარცა სხვანი კაცნი, ტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზვერე. ვიმარხავ ორგზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. ხოლო მეზვერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თვალთაცა ზე ახილვად. არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. გეტყვი თქვენ, გარდა მოვიდა ესე განმართლებული სახე თვისა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამე თუ ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბდეს და რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს. ამ იგავში წარმოდგენილია ორი პიროვნება. ერთი არის ფარისეველი, მეორე არის მეზვერე. ფარისეველი ჩვენ ადრეც ვისაუბრე ამაზე, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს იყო იუდეველთა ერთ-ერთი რელიგიური ნიშნით გაერთიანებული ჯგუფი, ისეთი ადამიანების, რომელიც განსაკუთრებულად ცდილობდნენ განსაკუთრებული გულს მოდგინებით, ანუ მოშურნეობით, აღესრულებინათ საფრთხოს ჯული. მათი წრიდან ძირითადად ეს ელიტარული ფენა იყო, იყვნენ სასულიერო პირები, იყვნენ ჯულის მეცნიერები, იყვნენ პოლიტიკური მოღვაწეები და სწორედ მათი ნიშანი ეს იყო, რომ ისინი ცდილობდნენ საფრთხოს ჯულის ცოდნა ჰქონოდათ ძალიან სრულყოფილი და შესაბამისად აღესრულებინათ ეს ჯული. ამიტომ ფარისეველი, სანამ იგი მიიღებდა იმ მნიშვნელობას, რითაც დღეს არის ეს ჩვენთვის ცნობილი, ანუ რითაც იესო ქრისტემ, როდესაც უწოდა ფარისევლებს, ჰოი თქვენ და მწიგნობარნო და ფარისეველნო ორგულნო, ანუ აი ეს ორგულება, ანუ ასე ვთქვათ, მათი არა, ასე ვთქვათ, ჭეშმარიტი სახე, რომელიც დაფარული იყო გარეგნული ღვთისმოსაობით, მაგრამ შინაგანად იგი არ შეესაბამებოდა მათ გარეგნულ ცხოვრების წესს და ღვთისმოსაობას. ანუ ფარისევლობა ეს არის მოჩვენებითი სათნოება. და აი სანამ ამას შეიძენდა, მანამდე ეს იყო ელიტარული ფენა, უბრალოდ მაცხოვარმა ისინი ამხილა და დაარქვა ის სახელი, რაც მათ ეკუთვნოდა, თუმცა საზოგადოებაში ეს შემდგომში, ვთქვათ, შეიძლება ქრისტიანული ეკლესიისთვის გახდა შემდგომ ეს უკვე ეს ჭეშმარიტება გაცხადებული.
იუდეველთა საზოგადოებაში ეს რჩეული საზოგადოება იყო. ეს იყო ადამიანები, რომლებიც საზოგადოების მოწინავე ფენას, ელიტარულ ფენას წარმოადგენდნენ და რაც მთავარია, ისინი მართლაც ცდილობდნენ, რომ ასე ვთქვათ, აი ეს სრულყოფილი ყოფილიყო მათი ცხოვრების წესი, შესაბამისი ყოფილიყო საღვთო ჯულისა. და აი როგორია ამ ორი ადამიანი შევიდა ტაძარში. ერთი არის ფარისეველი, მეორე არის მეზვერე და აი როგორ ლოცულობენ ისინი და რას ამბობენ ამ ლოცვის დროს. აი ეს არის მთავარი, ასე ვთქვათ, შინაარსი ამიგავის. მეზვერე ასევე არაერთხელ გვიხსენები, ეს არის ხარკის ამკრეფი, ეს არის საძულველი ადამიანი საზოგადოების უმრავლესობისათვის, განსაკუთრებით სოციალურად დაბალი ფენების წარმომადგენლებისათვის, რადგანაც ისინი ხარკს კრებდნენ და არა მარტო იმას იღებდნენ, რაც ევალებოდათ ხალხს, ისი გადახდას, არამედ გაცილებით უფრო მეც ახდევინებდნენ და კიდევ ამას მათ მიმართ ესეთ უპატივცემულობას კიდევ აძლიერებდა ის, რომ ისინი იყვნენ დამპყრობელი ხელისუფლების სამსახურში, ანუ რომის იმპერიის სამსახურში იყვნენ და ამ ხალხს ისინი რომის იმპერიისთვის აგროვებდნენ. ასე რომ ორი, ასე ვთქვათ, ურთიერთსაპირისპირო ფენის წარმომადგენელი, ერთი თუ შეიძლება ითქვას, უაღრესად საპატივსაცემო, რჩეული, ღირსეული პიროვნება და მეორე აი ასეთი მძიმე ცოდვილი. და აი რა არის მათი ლოცვა, როგორ ლოცულობენ ისინი. ჯერ ნათქვამია, რომ ესე იგი ფარისეველი იწყებს ასეთ სიტყვებს, ამბობს, რომ იგი მადლობს ღმერთს. ესე იგი მადლიერებით, ღვთისადმი მადლიერებით იწყებს და რასთვის მადლობს, რომ ის არ არის მძიმე ცოდვილი. აი როგორც მაგალითად ტაცებელი, ცრუ, ნემრუშეს, მძიმე ცოდვებია და თუნდაც აი ის მსგავსი აი მეზვერისა, რომელიც იქ იდგა. ანუ თუნდაც აი ეს მეზვერე, ასეთი როგორიც ეს მეზვერეა. ანუ ერთი შეხედვით ეს ფაქტიურად მადლიერება არის იმის გამო, რომ ადამიანი დაიცვა ღმერთმა მძიმე ცოდვებისაგან. შემდეგ იგი ეხება უკვე მის საკუთარ სათნოებებს და ამბობს, რომ შაბათს საშინა, ანუ 7 დეულის განმავლობაში იგულისხმება მთელი ერთი კვირა დღე, ანუ მაშინ შაბათი ეწოდებოდა კვირას, ესე იგი 7 დეული, ერთი 7 დეულის განმავლობაში 2 დღეს ვიმარხავ. მარხულობ 2 დღეს. და ჩემი, ესე ვთქვათ, მონაგებიდან მეათეც შევწირა. აქაც ესე იგი ჩანს რა, რომ ის რასაც ის აღასრულებს მარხვის ასეთი ფორმა და შეწირულობის ასეთი ფორმა აღემატებოდა სჯულით დადგენილ ნორმას. ანუ ნორმაზე გაცილებით უფრო აღმატებულ სახურებას ეწეოდა საღვთო სჯულის დაცვის თვალსაზრისით. ესე იგი, ეს არის არა მარტო ვთქვათ ადამიანი, რომელიც არ არის მძიმე ცოდვილი და ასე ვთქვათ არ ატარებს აი ამ სიმძიმეს, ცოდვის სიმძიმეს, მძიმე ცოდვების სიმძიმეს, არამედ იგი აი ამ სჯულის აღსრულებაში გარკვეულად მოშურნეა და გაცილებით იმაზე მეც აკეთებს, ვიდრე ეს შეიძლება. და აი ამით თავდება ეს ლოცვა, მაგრამ რაც საკვირველი აქ იგულისხმება, რომ ამ ლოცვაში ერთია მადლიერება, მეორეა ბუნებრივია თხოვნა იმისა, თხოვნა იგულისხმება, რას ითხოვს? ითხოვს იმას, რომ რასაკვირველია ღმერთის წყალობა მას მომავალშიც არ მოაკლდეს. ანუ ეს არის მისი ლოცვა. ახლა როგორ ლოცულობს მეზვერე?
მეზვერეს დგას ტაძრის, ესე ვთქვათ, სულ კიდეში, ბოლოში, წინ ერიდება, რომ წინ წარდგეს, განსხვავებით ფარისეველისაგან, ზეცად თვალის აპყრობის ცხვენია, განიცდის თავის სოდვილობას და კერჩი ჯიხს იცებს. ანუ ეს არის სურათი შეწუხებული თავისი ცოდვით შეწუხებული ადამიანის, რომელსაც აქვს ძლიერი ქეჯნა, სინდისის ქეჯნა და აი ესეთი ადამიანი მძიმე ცოდვილი, მართალია არის მძიმე ცოდვილი, მაგრამ მას ეს აწუხებს. აწუხებს და აი სთხოვს ღმერთს, რომ აი შეიწყალოს, ესე იგი. და როგორ მთავრდება ეს ამბავი, რომ ეს მეზვერე უფრო მეტად განმართლებული გამოვიდა, ვიდრე ფარისეველი. რატო? იმიტომ რომ უფალი ბრძანებს, ვინაც აღიმაღლოს თავითვისი, იგი დამდაბლდეს და ვინაც დაიმდაბლოს თავითვისი, იგი ამაღლდეს. ესე იგი, გამოდის, რომ აი ესეთი მძიმე ცოდვილი, რომელიც საძულველი იყო მთელი საზოგადოების მიერ, იმის გამო, რომ ქონდა ძლიერი განცდა თავისი ცოდვილობისა, ანუ სინდისის ქენჯნა და ძლიერი სინანული, ამის გამო ღმერთმა იგი აღამაღლა, ანუ კიდევ უფრო დაუახლოვდა ღმერთს, ანუ მან ღმერთმა მიუტევა მას ცოდვები და აი ამ ცოდვების მიტევებით რაღაცა მისი სული ღმერთს დაუახლოვდა. ხოლო და უფრო განმართლებული, ესე იგი უფრო მეტი მადლი მიიღო, უფრო მეტი სიახლოვე მიიღო ღმერთთან, ვიდრე ფარისეველმა. ესე იგი აქ არ წერია, რომ ფარისეველმა არ მიიღო მადლი, მაგრამ წერია, რომ ნაკლები მადლი, ანუ მან ასეთ ცოდვილზე უფრო ნაკლები მადლი მიიღო. რატომ? იმიტომ რომ მან თავი აღიმაღლა და დამდაბლდა, აი ამ ცოდვილ კაცზე უფრო დაბლა აღმოჩნდა. რას ნიშნავს თავი აღიმაღლა? თავი აღიმაღლა ნიშნავს, რომ მან მართალია ღმერთს მადლობა შესწირა, რომ მას არ აქვს ძიმე ცოდვები, მას აქვს ჟურის აღსრულების ასეთი მოშურნეობა, მაგრამ ეს აღიარა, მაგრამ რაც ნიშნავს აღიმაღლა თავი? ნიშნავს, რომ იგი თავის თავში ხედავს მხოლოდ და მხოლოდ ღირსებებს. იგი ვერ ხედავს თავის თავში უძლურებას, შეცდომებს, ცოდვებს და ჩვენ ვიცით, რომ უცოდველი მხოლოდ ღმერთია. და რატომ ვერ ხედავს იგი ამას? ეს მიზეზი ამისა ის არის, რომ როდესაც ადამიანი გარკვეული ცხოვრებისეული პირობების გამო არ ვარდება მძიმე ცოდვებში, შედარებით უფრო ვთქვათ, არასასიკვდილო ცოდვებს, როგორიც არის, ვთქვათ, განკითხვა, რისხანება, ესეთი უთანხმოება და სხვა, ასე ვთქვათ, უძლურებანი ადამიანისა, რომელიც ვლინდება ადამიანურ ურთიერთობებში, რომ ამას ის არ აქცევს ყურადღებას, ანუ არ განიცდის და ფაქტიურად თვითონვე პატიობს საკუთარ თავს და თulis რომ ეს უმნიშვნელოა და ხშირად თქოთ, როცა ასეთი რაღაც სხვადასხვა სახის ცოდვები ადამიანში ვლინდება, ხშირად ის უძებნის ამას გამართლებას. და
აი ეს ცოდვის გამართლება ნიშნავს ადამიანის მიერ რომ ადამიანი თვითონ არის მსაჯული თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი და ფაქტიურად ადამიანი ამით მის გულში არსებულ ზნეობრივ ცენზორს რომელიც არის უფლის ხმა და უფლის თვალი ჩვენს გულში აი ამ ცენზორს ახშობს ეს არის სინდისის ხმა სინდისის ხმის ჩახშობა იწვევს იმას რომ ადამიანი თავის თავში ხედავს ღირსებებს და თავის აზროვნებაში თავის შეფასებებში დარწმუნებულია რომ ეს შეფასებები არის ჭეშმარიტება და აი ეს თვითდაჯერება მასში აჩენს თვითკმაყოფილებას აი ასეთი სულიერი მდგომარეობა იწვევს ადამიანის სულში ცოდვების და გროვდება ადამიანის სულში ცოდვები, იმიტომ რომ იგი არ აღიარებს ამ ცოდვების სიმძიმეს, მის მნიშვნელობას და შესაბამისად ეს ცოდვები სულ უფრო და უფრო გულს ამძიმებს, აციებს და აქვავებს. და როდესაც ადამიანის გული უხეშნება, როდესაც სინდისის ხმა ჩახშობილია, ადამიანი უკვე ვეღარ ობიექტურობის უნარს კარგავს. იგი ხდება სუბიექტური და ამ დროს როგორც უკვე ვთქვით, თავის თავს ყველაფერში ამართლებს, მის გარშემო არსებულ მოვლენებს და პიროვნებებს ადანაშაულებს, თუ რამე ასე ვთქვათ, სირთულე არის მის ცხოვრებაში, ან რაღაც ხარვეზია და შესაბამისად ადამიანი მხოლოდ და მხოლოდ ასე ვთქვათ, თავისი თავით კმაყოფილია და თავის თავში დარწმუნებულია. მინდობილია საკუთარ თავს და ეს სული უკვე ასეთი სული უკვე მაცხოვარი ამბობს, რომ თვალი ქონდეთ და ვერ ახედავდეთო. ანუ სულიერი სიბრმავე იწყება. ადამიანი სულიერად ბრმავდება და ვეღარ არჩევს ჭეშმარიტებასა და ასე ვთქვათ, სიცრუეს ერთმანეთისაგან და ამიტომ სჯულის სწავლებასაც იგი არასწორად აღიქვამს და შეაქვს ამ სჯულის, ესე იგი, საფრთხო სჯულის განმარტავს არა ღვთიურად, არამედ ადამიანურად. და შემოაქვს ისეთი ნორმები, ისეთი წესები, რომელიც სჯულის ძველი აღთქმის სწავლებაში, ბიბლიაში ეს არ იგულისხმება. ანუ ადამიანური სიბრძნით ცulis ღვთაებრივ სიბრძნეს. და ამიტომ როდესაც მაცხოვარი მოვიდა და მას მოქონდა ეს ღვთაებრივი სიბრძნე, რაც არის ბიბლიაში, მათთვის ეს იყო უცხო. მათთვის ეს იყო საწინააღმდეგო იმ განმარტებისა, რომელიც მათში ჩამოყალიბდა. ანუ მათი ადამიანური სიბრძნისა, მათი კაცობრივი ზრახვის საწინააღმდეგო იყო, მაგრამ მათ მიაჩნდათ, რომ ეს კაცობრივი არ იცოდნენ, რომ ეს კაცობრივია, რომ ეს არის ღვთაებრივი, იმიტომ რომ იყვნენ ამ პარტავნებაში, იყვნენ თვითკმაყოფილებაში. და ეს თვითკმაყოფილება არის ტრაგედია, ეს არის სულიერი სიკვდილი. როდესაც ადამიანი არის თვითკმაყოფილებაში, ის სულიერად კვდება, ის აღარ ვითარდება და პირიქით უფრო და უფრო მისი სული, სულ უფრო და უფრო მძიმდება ცოდვით. და მისი ხედვა, სულიერი ხედვა, მით უფრო გონება უბნელდება და ბოლოს საერთოდ სიბრმავე იწყება. და ასეთ დროს სინდისის ხმა არის ჩახშობილი. და ირიქით ამ მეზვერეს ჰქონდა ძლიერი სინანულის განცდა. რასაკვირველია, ეს დიდი ცოდვილი იყო, მაგრამ არიან ცოდვილები, რომლებიც ახშობენ ამ ხმას, დიდი ცოდვილებიც არიან. აი მაგალითად, ორი ავაზაკი იყო გაკრული მაცხოვრის მარჯვნივ და მარცხნივ. ერთმა ავაზაკმა შეინანა და სთხოვა მაცხოვარს, რომ მომიხსენე, ოდეს მოხვიდეს უფევითა შენითა. ანუ
მას აწუხებდა ეს თავისი ავაზაკობა და მეორეს არ აწუხებდა და დასცინოდა მაცხოვარს. ანუ ცოდვილთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც ნანობენ, მაგრამ შესაძლებელია ძალა არ ყოფნით, რომ დაამარცხონ თავისი ცოდვა. მაგრამ თუ ასეთი ადამიანები გულწრფელად ნანობენ, არა მოჩვენებითად და გარეგნულად, არამედ გულწრფელ, ღმერთი ითვალისწინებს მათ უძლურებას და მოწყალებას მოიღებს მათზე და განამართლებს, ანუ მიუტევებს ამ ცოდვებს. ეს არის საოცრება და ამიტომ არის ეკლესიაში ცოდვილი რომ მოდის, ის თუ გულწრფელ აღსარებას ამობს, ის იმას მიეტევება, მაგრამ თუ ეს გარეგნულია, ზედაპირულია, მას არ მიეტევება. ისევე როგორც მცირე ცოდვის მქონე ადამიანს თუ აი ასეთი როგორიც რჩეული ადამიანია და რომელსაც დიდი ცოდვები არ აქვს, მაგრამ არც სინანული არ აქვს. აი ესეთ ადამიანს იმ მცირე ცოდვების გამო რასაკვირველია სული მისი კარგავს ღმერთთან კავშირს და სული ასეთზე ამბობს იაკობ მოციქული, რომ ასეთი რწმენა საქმეთა გარეშეა და ასეთი რწმენა მკვდარია. დიახ, აი ეს ფორმალურმა ასეთმა სარწმუნოებამ გამოიღო ნაყოფი ის, რომ ვერ იცნეს იესო ქრისტე, ვერ იცნეს ასეთი უდიდესი ჭეშმარიტება, ასეთი უდიდესი სიკეთე და იგი ბოროტებად შერაცხეს. ამიტომ ადამიანის გონების დაბნელება ეს არის შედეგი თვითკმაყოფილებისა, თვითკმაყოფილება კი არის შედეგი ცოდვების გამართლებისა და სინდისის ხმის ჩახშობისა. აი ეს არის მთავარი ტრაგედია და დიდი მარხვის მზადება იწყება სწორედ მეზვედისა და ფარისეველის იგავით და ეკლესია გვახსენებს, რომ თუ ჩვენ არა გვაქვს განცდა თვისთა ცოდვათა, რამდენი სიკეთეც არ უნდა ვაკეთოთ, ეს სიკეთე ჩვენ სულს ღმერთს ვერ დაახლოვებს. სინანულის გარეშე ადამიანის სული ცილდება ღმერთს. ხოლო სინანულის შემთხვევაში როგორი ცოდვილიც არ უნდა იყოს ადამიანი, იგი თანდათანობით უახლოვდება ღმერთს და თუ იგი ბოლომდე იბრძოლებს და მისი სინანული, ასე ვთქვათ, თანმიმდევრული იქნება, ანუ არ იქნება დროგამოშვებით და ფრაგმენტული, ის შეიძლება დაიბადოს როგორც ახალი ადამიანი, როგორც მოხდა ეს ზაქეს შემთხვევაში. მეზვერე ზაქეს შემთხვევაში, რომლის შესახებაც ჩვენ წინა კვირას ვისაუბრეთ. და აი ეს არის ამაღლება საკუთარი თავისა. როდესაც შენ სრულყოფილებას ივიწყებ და თავს წარმოიდგენ როგორც ვალმოხდილ ადამიანად, ღვთის წინაშე სათნო ადამიანად და აი ჩვენ უნდა გავავლოთ პარალელი აი ამ ფარისეველსა და დღევანდელ ვთქვათ საზოგადოების საკმაოდ ესე ვთქვათ ისეთი ფენის წარმომადგენლებზე, რომელსაც არ აქვთ ასეთი მძიმე ცოდვები, როგორც არის დაცებლობა, მრუშობა, სიცრუე, ძალმომრეობა, ასეთი ცოდვები არ აქვთ. და ხშირად გავიგონებთ ჩვენ, რომ ასეთი ადამიანები ამბობენ, რომ მე სიკეთეს ვაკეთებ, მთელი ჩემი ცხოვრება, ყველასთვის სიკეთე მიკეთებია, შეიძლება სხვებს პირიქით საპასუხოდ საპასუხო სიკეთე არ გაუკეთებიათ, მაგრამ მე მაინც მიკეთებია და ამიტომ მე ვალმოხდილი ვარ და მე არავითარი ცოდვა არ მაქვს და რა უნდა მოვიდანიო. ამიტომ ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ მას არ აქვს ცოდვა და მას არ სურს მოინანიოს, აი ეს არის ადამიანი, რომელმაც ჩაახშოს სინდისის ხმა, რომელიც იმ ცოდვებს, რომელიც მასში არის, ამართლებს და საკუთარ თავს ვალმოხდილად თვლის, საკუთარ თავს ღირსეულად თვლის და აი ეს არის სულიერი სიკვდილი. და აი სწორედ ამისკენ მოუწოდებს ეკლესია დღეს საზოგადოებას, რომ არავინ არ თქვას, რომ იგი უცოდველია. არავინ არ თქვას, რომ მას მონანიება არ სჭირდება.
და რომ ყველა უნდა მივიდეს ეკლესიაში და თქვას აღსარება. და იმის შესახებ საუბარი, რომ ეკლესიაში შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც სოდვა აქვს, თუნდაც სასულიერობი, ეს არაფერს არ ნიშნავს. ეს სოდვა ყველა ადამიანს შეიძლება კონდეს, მათ შორის სასულიერო პირსაც, მაგრამ ამაზე იგი პასუხს აგებს ღვთის წინაშე. და ჩვენ არ ვიცით, შესაძლებელია ადამიანი ებრძვის თავის სოდვას, ამარცხებს კიდევაც და თუ ვერ ამარცხებს, აქვს შესაბამისი ღრმა სინანული, რითაც იგი აღიდგენს სულიერ ძალებს და აგრძელებს თავის, ასე ვთქვათ, სულას ღვთისაკენ. ამიტომ ესეთი განკითხვა სხვისი ცოდვის, რომ რაღაცას ჩემზე დიდი ცოდვა აქვს და ამიტომ მე უცოდველი ვარ და იმან მოინანიოს, ეს არის სწორედ ეს არის ფარისევლობა, ეს არის, ესე იგი, ფარისევლობა საბოლოოდ არის საკუთარი თავის აბაღლება, საკუთარი თავით კმაყოფილება, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა და განცდა იმისა, რომ შენ ცოდვები არ აქვს, არაფერი არ აქვს მოსანანიებელი. აი, როგორც კი ადამიანი თუნდაც მცირე ცოდვის მიმართ გულგრილი ხდება, ანდა ამართლებს, რომ ეს თითქოს იგი არ არის პასუხისმგებელი ამ ცოდვაში, რაც მან ჩაიდინა, აი ეს არის სულიერი სიკვდილი. და აი ამ სულიერი სიკვდილის დაძლევისათვის არის ეს სწორედ დიდი მარხვა, რომელიც გვეუბნება, რომ სულიერი სრულყოფისკენ გზა, ღვთისაკენ გზა, ეს არის მუდმივი ბრძოლა საკუთარ თავთან და უცოდველი მხოლოდ ღმერთია, ყოველ ადამიანს აქვს ცოდვა, ზოგს დიდი, ზოგს პატარა, მაგრამ შესაძლებელია ზოგიერთის მცირე ცოდვა, სხვის დიდ ცოდვაზე უფრო დიდად შეირაცხოს, რადგანაც ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ამ დიდ მარხვაში მოვიპოვოთ უკომპრომისო დამოკიდებულება საკუთარ თავთან, რომ არასოდეს რაც არ უნდა მცირე იყოს ჩვენი ხარვეზი, ცნების დარღვევა, ჩვენ არ მიუტევოთ ჩვენ თავს, ვაღიაროთ ეს ცოდვა და უფლისგან მივიღოთ ეს მიტევება და ყოველთვის ვაღიაროთ, რომ ჩვენში არის მრავალი უძლურება, რომელიც ხშირად არის მიზეზი ცოდვისა და ეს ნიშნავს საკუთარი თავის დამდაბლებას და ვინაც დაიმდაბლოს თავი თვისი, იგი ამაღლდეს, ანუ უფალთან დაახლოვდეს, ხოლო ვინაც აღიმაღლოს თავი თვისი, რომ თქვას, რომ მე არ მჭირდება მონანიება, იგი დამდაბლდეს, ანუ დასცილდეს ღმერთს და მადლი შემცირდეს მისი. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ამ დიდ მარხვაში ჩვენი სიმდაბლით, ჩვენი სინანულით მოვიპოვოთ წყალობა და მადლი ღვთისა და აღდგომის დღესასწაულზე ვიხილოთ ჩვენი სულიერი განახლება, ჩვენი სულიერი ფერისვალება და ჩვენი სულიერი აღდგომა. ღმერთმა დაგლოცოთ, ჩვენთან არს ღმერთი.